გამარჯობათ, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის ხმას, გამდა ცინცაძესთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია ჩოხატაურის სათემო რადიოს გადაცემა. დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის ახალი დასაწყისი ჩოხატაურში. დღეს გაგაცნობთ ქალს, რომელიც ომის მძინვარების დროს უკრაინიდან წამოვიდა და თავშესაფარი სწორედ ჩვენთან, ჩოხატაურში იპოვა. აქ დაიწყო ყველაფერი თავიდან, ახალი ქვეყანა, ახალი გარემო, ახალი გამოწვევები. მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ შეუშალა ხელი თავისი ძალითა და შრომით საკუთარი პატარა ბიზნესი დაეწყო და გრანტის მხარდაჭერით ახალი გზა გაეხსნა. ეს არის ისტორია გამძლეობის, ძალის, გულშემატკივრობისა და ადამიანური სითბოს შესახებ. პირველ რიგში, რასაც გავაკეთებთ, დავიწყოთ ჩვენი სტუმრის გაცნობით. მოგესალმებით. მოგვიყევით ცოტა თქვენ შესახებ, საცხოვრობდით უკრაინაში და რას აკეთებდით? გამარჯობათ, მე იულია შერბან ვარ. მე ცხოვრობ უკრაინიდან, ხარკოვიდან ქალაქში. მე ვარ იულია შერბინი, ვცხოვრობდი უკრაინაში ომამდე, მე და ჩემი მეუღლე, ჩვენ შვილთან ერთად. მე მაქვს სამედიცინო განათლება, ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, მედდას სპეციალობით, შემდეგ მუშაობდი საავადმყოფოში მედდად, მაგრამ პარალელურად დავიწყე სწავლა მასაჟის კურსების და ვაკეთებდი მასაჟის კურსებს საჭიროების მიხედვით, ზოგჯერ დავდიოდი ოჯახებში პიროვნებებთან, ვისაც არ შეეძლო გადაადგილება და ჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის კურსის მასაჟის მასაჟის კურსები ვაკეთებდი ბავშვებთან და მოზარდებთან და სპეციალურად საკურნალო მასაჟს ვაკეთებდი როგორც ბავშვებში, ესევე მოზარდებში. ვცხოვრობდი ძალიან ბედნიერად, ჩემს მშობლებთან ერთად, სადაც ცხოვრობდნენ ასევე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. გიცოსაც ჰქონდა თავისი სამსახური, ბავშვი დადიოდა სკოლაში და ეს იყო ძალიან ბედნიერი წლები ჩვენს ცხოვრებაში, სანამ არ დაიწყებოდა ომი. საქართველოსთან ხშირად გვირეკავდნენ ჩვენი ახლობლები და გვეკითხებოდნენ, რომ რა მდგომარეობაა, რას აკეთებთ, როგორ ხართ, ხო გაქვთ მშვიდობა და ჩვენ ძალიან გაოცებულები ვიყავით და გვიკვირდა, რომ რა ხდება, არაფერი არ ხდებოდა, ძალიან მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდით. რა ვითარებამ გაიძულათ ქვეყნის დატოვება? ომამდე ძალიან ბედნიერად ვცხოვრობდით უკრაინაში. მე ჩემს მშობლების ბინაში ვცხოვრობდი, ჩემს მეუღლესთან და ჩემს შვილთან ერთად. მე მქონდა ჩემი სამსახური, გიზოს მუშაობდა და ჩემი შვილი სკოლაში დადიოდა. და ის ახლობლები სულ გვირეკავდნენ საქართველოსთან და გვეკითხებოდნენ, რომ რა ხდება უკრაინაში, როგორ ხართ, რას აკეთებთ და ჩვენ ძალიან გვიკვირდა ასეთი კითხვებს რომ გვისვავდნენ, იმიტომ რომ იქ უკრაინაში არაფერი არ ხდებოდა, ძალიან სიმშვიდე იყო თითქოს, მაგრამ ერთხელაც 18 თებერვალს გათენდა დილა, რომ გავიგეთ, რომ დაიწყო ომი და ეს იყო ძალიან მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ დღემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, როგორც უკრაინაში, ისე ჩვენს პირად ცხოვრებაში. იყო ყველგან იარაღის სროლა, დაფრინავდნენ თვითმფრინავები, სულ დაბომბის ხმა ისმოდა ყველაფრიდან და ვერ გაიგებდი. Мы очень близко к границе находимся. საზღვართან ახლოს ვცხოვრობდით და იქ ძალიან რთული ვითარება იყო. ამ დროს ჩვენ გადავედით ნათესავთან, თვენახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა უკრაინა და წავსულიყავით ნათესავთან სამხრეთ უკრაინაში, ხო? იქ გავჩერდით ცოტა ხნით და გქონდა შესაძლებლობა, რომ დაგვეტოვებინ. წავსულიყავით ნებისმიერ მხარეს, ევროპაში, კანადაში, ამერიკაში, მაგრამ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება მე და ჩემმა მეუღლემ, რომ დავბრუნებულიყავით საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში არის ჩვენი ფესვები, ჩემს მეუღლეს აქ ყავს მშობლები, ნათესავები, ახლობლები და აი დავბრუნდით აქ და დავიწყეთ ხელახლა ახალი ცხოვრება. რა იყო ყველაზე დიდი შიში სირთულე ჩამოსვლისას, როცა უკან დაბრუნდით? Юля, когда ты здесь вернулась? Как для меня здесь было, когда я сюда приехала? У тебя здесь не было друзей. Язык не знала. Вообще, это была другая... Конечно, абсолютно. Когда мы сюда... Страх, что здесь? Страх? Да. Как правильно сказать, как? Мы когда сюда приехали, трудности, языковой барьер очень серьезный, потому что я не могла общаться как-то, даже элементарно не могла общаться, ничего. Элементарно, как гамарджобат и там что-то такие слова я, конечно же, знала, но все равно.
Друзья, друзья у мужа, как бы, ну, все практически в Тбилиси живут, поэтому, как бы, ну, и здесь тоже есть очень хорошие друзья, которые там, с которыми мы общались. Это, ну, лично моих не было, но сейчас, на данный момент, я их приобрела. Здесь очень много у меня есть друзей, много знакомых, прекрасных людей, которые помогали, которые помогают. И вот страх, именно конкретно в новой стране у меня не было страха никакого. У меня страх, единственный страх, который у меня остался, это переживание и страх, и до сих пор он длится, как мои родные там, в Харькове, в Украине. Вот это единственное волнение, которое есть здесь на данный момент. А наоборот, я здесь отдыхала морально, начала отдыхать морально, и какое-то время дала себе на то, чтобы отойти от этого всего состояния, и дальше приняла решение, на месте сидеть не могу, поэтому приняла решение действовать дальше. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი შიში იყო ენის ბარიერი, იმიტომ რომ არ ვიცოდი საერთოდ ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ქართული. ხო, არ ვიცოდი საერთოდ საუბარი ქართულად და ეს ჩემთვის ძალიან დამაბრკოლებელი იყო, იმიტომ რომ ამ ყავდა ნაცნობები, სამეგობრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქმარს საქართველოში ძალიან ბევრი ახლობელი და ნათესავი ყავს, ისინიც უმეტესობა თბილისში და დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, მაგრამ რაიონშიც იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც დავამყარეთ ჩვენ თავიდან коммуникация. Очень многие поддержали меня в этот тяжелый период. Друзья, это обязательно, потому что действительно так и есть. Очень многие. Я поддержку всегда чувствовала и чувствую до сих пор. ხო, ეს ენის ბარიერი იყო ყველაზე მთავარი და ისე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ასევე ძალიან დიდი პრობლემა იყო ჩემთვის და დღემდე რჩება ის, რომ ჩემი ოჯახი ჩემგან მოშორებით არის უკრაინაში და მე მათ შესახებ ხშირად არ ვიცი ამბები, როგორ არიან, რას აკეთებენ და ძალიან მენატრებიან ისინი. მე საქართველოში რომ ჩამოვედი, ну, ურთიერთობა დავიწყე მისთან ერთადაც მეგობრობდა ჩემი მეუღლე. როგორ მიგიღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ? ხალხმა? Как приняли люди тебя? Очень тепло, очень с огромной поддержкой, с огромным уважением. Я საქართველოში ადამიანებმა ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემით მიმიღეს, დღემდე ცდილობენ რომ დამეხმარონ თავიდანვე მეხმარებოდნენ და დღემდე აგრძელებენ ამ დახმარებას. და რომ ჩამოვედი საქართველოში და დავუშვიდი და დავიწყე ფიქრი, რომ რა უნდა მეკეთებინა. იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი საქმე და მინდოდა რაღაცა დამეწყო და დავიწყე ფიქრი ჩემი საქმიანობის განვითარების შესახებ. მაშინ დამეხმარა ძალიან ბევრი ადამიანი. განსხვავება უკრაინასა და ჩოხატაურის შორის, სადაც თქვენ ცხოვრობდით, რა მოგხვდათ პირველად თვალში? Разница? Да, разница. Чохотаури или Украина? Это здесь იქნება ალბათ რაღაც. Да, конечно. Разница огромная, потому что Харьков это огромный мегаполис, это огромный город и с огромными возможностями, и вообще есть все, что хочешь и не хочешь. И можешь развиваться вообще в любой сфере, и обучение доступное, то есть ты можешь и обучаться, и на тренинги ходить. Ну, очень много возможностей. Чохотаури – это маленький городок, в котором очень уютно, очень так, но здесь тоже можно развиваться. Это от этого не зависит. Здесь я отдыхаю морально и в какой-то степени физически. Это такой теплый, уютный городок. Если Харьков – это огромный мегаполис, в котором шум, гаммы, город, да, то Чохотаури это такой, как уютный такой вот городок. განსხვავება ის არის ჩოხატაურსა და ხარკოვს შორის, რომ ხარკოვი არის ეს დიდი მეგაპოლისი ქალაქი, თავის დიდი შესაძლებლობებით, ხმაურით, ქაოსით, შეიძლება ყველაფერი ისწავლო, ყველა კურსი გაიარო, ყველა უნარი გამოამჟღავნო. ეს ძალიან ხმაურიანი და ყურისმომცველი ქალაქია. ხოლო ჩოხატაური არის ეს პატარა ქალაქი, სადაც არის სიმშვიდე, сиყვარული. აქაც შეიძლება რაღაც პატარა რაღაცების განვითარება, მაგრამ ჩვენთვის უფრო სულიერი სიმშვიდის ადგილია ეს ჩოხატაური. Вторая родина. ჩემი მეორე სამშობლოა. Да. Вторая родина. რა მოგცათ ძალა, რომ აი თავიდან დაგეწყოთ ყველაფერი? ძალიან რთულია ერთი ცხოვრება დატოვოთ ერთ ქალაქში და მე მეორეში ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ.
რა იყო თქვენი мотивация, შესაძლებლობა? Что дало силу тебе, что снова началась новая жизнь? Я сама по себе такой человек, я не могу сидеть на месте, не могу не развиваться. Моя мама всегда шутила, говорит: Юля, ты всю жизнь учишься, постоянно что-то это. Поэтому сама по себе такой человек, который хочет идти вперед, который хочет чего-то добиваться, но также я увидела, что здесь необходимо будет и моя помощь как специалиста, как медицинского работника, потому что очень много людей нуждаются в помощи. И массаж, это лечение, это не просто, как многие думают, пришел, погладил и ушел. Это не погладить, это не про это про другое. То есть ты работаешь не только физически, но и как еще психолог, потому что очень много людей приходят к тебе, и они начинают открываться, начинают что-то рассказывать про себя, про какие-то свои там трудности жизненные и все остальное. Ты помогаешь и физически, ты помогаешь и морально. Также очень много людей, которые находятся дома, которые не могут передвигаться после перенесенных заболеваний. Также я хожу на дом. Вот. Поэтому я это увидела и решила, что мне обязательно нужно открыть. Так я работала, но по домам ходила, работала на дому. Но я увидела, что мне необходимо свое пространство, мое, хоть маленькое, но мое пространство, мое место, в котором я смогу реализовать себя и помочь другим людям. მე თვითონ ისეთი პიროვნება ვარ, რომ არ შემიძლია ერთ ადგილზე გაჩერება. და ჩემი სულ მეუბნებოდა, რომ შენ იულია ისეთი ხარ, რომ სულ კიდე რაღაც ისწავლო, რაღაც განვითარდე და რაღაც სიახლე აკეთო. და მართლაც ასე არის. მე ჩემი შესაძლებლობები მაძლევს საშუალებას, რომ დავეხმარო ადამიანებს ჩემი საქმიანობით. მასაჟი არ არის მარტო ეს რაღაცა ხელები მოუსვა ადამიანს და რაღაც პოპის ჩაატარო პროცედურა. მასაჟი არის იყო მეგობარი, იყო ფსიქოლოგი, იყო რა ვიცი საუკეთესო ადამიანი იმ შემთხვევაში, მისთვის ვისაც ამას მასაჟს უკეთებ, იმიტომ რომ ჩემთან მოსული ადამიანები ხშირად იხსნებიან თავის პირად პრობლემებზე, მესაუბრებიან, მიყვებიან თავიანთ განსაცდელებზე და ჩვენ ვიწყებთ მეგობრობას. მე ხშირად საქართველოში რომ ჩამოვედი, შევატყვი რომ საქართველოში კონკრეტულად ჩოხატაუში იყო საჭიროება ჩემი სპეციალობის და დავიწყე ამ საქმიანობით დავკავდი და ამავე დროს მივხვდი რომ ეს არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა რომ მიწევდა მათთან სახლში მისვლა, ზოგჯერ ისინი მოდიოდნენ ჩემთან და სხვადასხვა ადგილებზე ვხვდებოდი ამ ადამიანებს რომ მასაჟი გამეკეთებინა, მივხვდი რომ საჭირო იყო მქონოდა ჩემი სივრცე, თუნდაც პატარა ოთახი, სადაც ვიქნებოდი მე და ჩემი მომხმარებლები. ხო, ჩემი პატარა ოთახიც რომ ყოფილიყო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. და შემდეგ პროექტი დაწერა. ხო, აი რა მოგცათ შესაძლებლობა იმის, რომ აი თქვენი სივრცე გაგეხსნათ და თქვენი საქმე дагеწყათ. Могла сделать это. Ты говоришь, что написала проект. Да, я сейчас расскажу. Я не смогла бы сама это сделать, потому что это определенные вложения, денежные вложения, как бы не маленькие, скажем так, потому что у меня не было таких денег на открытие своего кабинета, поэтому я написала. Есть организация у нас здесь, в Грузии, Кейр Кавказус, они помогают с помощью грантов, помогают приехавшим украинцам в Грузию, помогают открывать свои дела, помогают воплотить в жизнь и ассимилироваться, как сказать, вот здесь, кто собирается остаться, и много украинцев поприезжали, они собираются здесь оставаться, и очень многим эта организация помогла открыть свое дело, там разные, у кого-то кафе, рестораны, вот, поэтому я увидела объявление на Фейсбуке, на сайте, и я решила написать, записалась на тренинг, пошла на тренинг, написала бизнес-проект, отправила. И как-то я всем сердцем верила в том, что у меня действительно получится, потому что я очень сильно этого хотела, и мне необходимо это было. И эта организация мне помогла. Я получила этот грант на открытие своего кабинета, полностью и технику, полностью и там физиотерапевтические аппараты, и
полностью все, что у меня в кабинете, они мне помогли это купить и воплотить в жизнь мою мечту или мое маленькое дело, скажем так. რა ქვია მაგ ორგანიზაციას? Кеир Кавказус. გერ კავკასიუსი. Кеир. საქართველოში რომ დავბრუნდი, მივხვდი რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამისთვის მე არ მქონდა სახსრები, საერთოდ არ მქონდა ჩვენი ფული და ამიტომ დავიწყე ფიქრი, საიდან და როგორ გამეკეთები, მომეპოვებინა ეს ფული და აღმოვაჩინე Facebook-ზე ვნახე ერთხელ განცხადება, რომ გერ კავკასიუსს ქონდა ესეთი პოსტი, რომ ეხმარებოდა უკრაინიდან დევნილ ადამიანებს და ამოეწყოთ თავიანთი საქმიანობა. ზოგს ბიზნესის მე დავიწყე პროექტის წერა და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ეს ყველაფერი გამომივიდო და გავგზავნე ჩემი პროექტი ამ გერ კავკასიუსში და მათ დამიფინანსეს, გამიკეთეს კაბინეტი, შემიძინეს ტექნიკა და ეს რომ გამომივიდო და ამაში ერთ წუთაც არ მეპარებოდა ეჭვი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და ეს ყველაფერი ძალიან გულით და სულით გავაკეთე. Вот так и открыла я свое дело вот, с помощью этих людей. ხო, ეს ორგანიზაცია უკრაინელ ადამიანებს ეხმარება, რომ საქართველოში ჩამოსულ ადამიანებმა იპოვონ თავიანთი ადგილი და ადაპტირდნენ აი ამ ქვეყანაში და მშვიდად და ბედნიერად იცხოვრონ და მე ეს გამომივიდა. Да, и мне хотели то, что я хотела сказать, Да. то, что действительно тут много людей, кто предлагали свою помощь, помогали, то есть им также мне предложили провести курсы для массажа, когда она, ну ты скажете, хорошо, Да. тогда, когда провести для желающих женщин, вот, мы с ними провели, собрались, поговорили, что их конкретно интересует, какой массаж, что им нравится, и мы очень весело и хорошо проводили время, в то же время я попыталась научить их, дать им знания. Может быть, кто-то в своей жизни использует эти знания, может, кто-то нет, но это была огромная помощь для меня и также для моих, как сказать, моих, это тренинг был, как сказать? Курсы, да? Да, курсы. Для моих курсантов, как сказать, ну, людей, которые ко мне пришли. Я очень благодарна. Это был определенный опыт в моей жизни. Терапия потому тоже, что, да. потом и терапия, и общение, и знакомство, потому что я с многими сейчас очень дружим, очень хорошо общаемся и с уважением мне очень понравилось, и спасибо огромное за помощь, за предоставленную возможность. მე საქართველოში რომ ჩამოვედი, ყოველთვის უგრძნობდი ადამიანების მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ აქ არავის არ ვიცნობდი, აი ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა რაღაც თავისებურად დამხმარებოდა. ნანა ცინცაძე შემომთავაზა თვითონ თავისი ინიციატივით, რომ მემუშავა სახლთა განათლების ცენტრში და გამეხსნა მასაჟის კურსი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო ეს იყო ჩემთვის თერაპია, იმიტომ რომ აქ მოსული გოგოები დღეს ჩემი ნაცნობები არიან, მეგობრები არიან, ქუჩაში მხვდებიან და მესალმებიან და მე მათთან მაქვს ურთიერთობა. ამ გოგოებთან ძალიან კარგი დრო გავატარე. ესენი მათ მე მარტო არ ვასწავლიდი მასაჟის კურსს, მასთან მქონდა კარგი ურთიერთობა, ვხალისობდით და რაც შემეძლო ჩემი ცოდნა გადავეცი მათ ზოგი ადამიანი დაინტერესებული იყო რომ ეს კურსები გამოიყენებინათ ოჯახში ზოგმა არ ვიცი რაში გამოიყენა მაგრამ მე ვიცი რომ აქ სწავლის პროცესში იყო ძალიან კარგი ჯანსაღი ურთიერთობა ჩვენ შორის და ეს ჩემთვის ძალიან დიდი თერაპია იყო პირადად ჩემთვის და მადლობა ამისთვის ნანას და ცენტრს. რა გაკვეთილი გამოიტანეთ ომიდან და ემიგრაციიდან? Насаперед ომის დამთავრების მერე. Когда закончится война, что ты будешь делать? Война это очень большая трагедия для всех, это неизвестность, это тяжелое состояние, потому что не знаешь в первое время много чего не понимаешь, но, к сожалению, человек проходит время, и человек привыкает ко всему абсолютно. И очень плохо, когда человек привыкает
каким-то, то, что война, и уже как это обесценивается это все. Но это неправильно. Нужно, мы все украинцы, кто приехали сюда, я в частности, мы все очень хотим, чтобы поскорее война закончилась. И все люди хотят, которые адекватные, которые нормальные, чтобы эта война закончилась. И, конечно же, мне здесь иммиграция, но мне здесь проще, потому что у меня здесь муж и ребенок, и как бы родственники есть, и мы землю купили, у нас какой-то, и мы свои бизнесы начали, свое дело начали. Мне проще здесь, чем многим украинцам, которые приехали, но все равно тяжело, конечно. Я очень скучаю по родине, очень скучаю по Украине, по своему городу, по моим родным, моим братьям, кто у меня остался в Харькове и в Украине. Обязательно, когда закончится война, я обязательно поеду. Мы вместе с семьей поедем, увидимся с нашими родными. Это обязательно, то есть даже не обсуждается. Но жить в Украине я не знаю, так как мы здесь много чего уже сделали и стараемся что-то делать. На все воля Божья. Я ничего не могу сказать и предугадать. Я не думала, что вообще война начнется. Поэтому все как на все воля Божья. Но я не... Поехать, конечно, поедем, но жить я не знаю. ომი ეს არის ძალიან საშინელი რამე, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. ომის დროს ადამიანები არიან ძალიან გაოგნებულები, გაოცებულები. Ну, არ შეიძლება ომზე რამე კარგი თქვა. რაც შეეხება ემიგრაციას, მე ემიგრანტად არ ვუცნობ თავს, იმიტომ რომ მე ვარ ჩემს სამშობლოში, ჩემს მეუღლესთან და ჩემს შვილთან ერთად. მაგრამ ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ჩემი მშობლები, ჩემი ახლობლები არიან ჩემგან შორს და ისინი არიან ომის ეპიცენტრში. მე ძალიან ვდარდობ ჩემს ძმებზე, ჩემს დედაზე, რომელიც იქ არის უკრაინაში. რაც შეეხება ომის დამთავრებას, ამაზე მე მგონი ყველა ოცნებობს, ვინც ადეკვატურად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ომი ეს არის ისეთი საშინელი რაღაცა, რომელიც ძალიან მალე უნდა დამთავრდეს და ცხოვრებით არ ვიცი აქ უკრაინაში ვიცხოვრებ თუ არა, ჩვენ აქ საქართველოში იმდენი რამე წამოვიწყეთ, იმდენი რაღაც ახალი დავიწყეთ. ვით ეს ყველაფერი არის ღმერთის ნება, სად ვიქნებით ომის დამთავრების შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ უკრაინაში აუცილებლად ჩავარ, მოვინახულებ ჩემს ახლობლებს და ცხოვრება გვიჩვენებს ვერაფერს ვერ ვიწყდი წინასწარ. რას გიგმოთ მომავალში? სურთ თუ არა თქვენი ბიზნესის გაფართოება, ან რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყება კიდევ დამატებით? Очень хочу в будущем. Ты хочешь большой кабинет у тебя? Развиваться хочу дальше. И так как уже работаю здесь, уже 3-й год, получается, я постоянно работаю с людьми. И вижу очень большую потребность, не то что в Чухотауре, даже вообще во всем Гурия. Нет такого. Хотелось бы мне здесь сделать такой реабилитационный центр по восстановлению, где-то по восстановлению после заболеваний, после инсультов, инфарктов, дети, которые требуют бассейн, с бассейнами, с тренажерным залом специализированным. Ну, все, что необходимо в реабилитационном центре. Также хотелось бы, чтобы там был доктор, медсестра, то есть необходимый персонал, который бы, чтобы человек пришел, и с ним посмотрели, осмотрели, провели беседу, посмотрели диагнозы, назначили лечение, какое-то физиотерапия, либо это массажи, физиотерапия, ну все, что ему нужно. Очень бы мне хотелось вот такой вот, как реабилитационный центр открыть, и где-то на природе ближе, чтобы было приятно находиться в этом месте. Нет, просто человек, вот он болеет, и он приходит и больница, не хочу, не буду. Нет, просто чтобы человек с удовольствием шел и знал, что ему там будет приятно, ему там будет хорошо, и ему обязательно помогут. Вот такой хочу я. Будет. Это также для обычных людей, которые хотят просто отдохнуть. Вот такой вот хочу я. Теперь, Ирма, переведи.
მაგრამ ჩემი ოცნება არის რომ გავაკეთო რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული ჩოხატაურში და არა მარტო ჩოხატაურში, მთელს გურიაში ვატყობ რომ არ არის ესეთი არც ცენტრი და არც შესაძლებლობა ის რაც მე მინდა რომ მქონდეს. მე მინდა რომ აი ჩოხატაურში ძალიან ლამაზ ადგილზე ბუნებაში ავაშენო ისეთი ცენტრი, სადაც იქნება შესაძლებლობა რომ ადამიანები მოვიდნენ, იქ დახვდეთ მედპერსონალი, ექიმი, ექთანი, მასაჟისტი, ვისანაც ერთად გაისაუბრებენ, ჩამოყალიბდებიან, ზოგს რა ჭირდება, ზოგს რა ზოგს რისი საჭიროება აქვს და ზოგს რისი. იქნებიან ბავშვები და მოზარდები, ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ გადაადგილება და ეს ადამიანები გაივლიან აქ სხვადასხვა პროცედურებს და თავიანთ საჭიროებისამებრ ჩაიტარებენ ზოგი მასაჟს, ზოგი კვლევას, დაისვენებენ და ამავე დროს მიიღებენ სამედიცინო სერვისს. მინდა იყოს ისეთი სივრცე, რომ ადამიანი აქ მოსული არ ფიქრობდეს, რომ აი მე ახლა არ მინდა საავადმყოფოში მისვლა, არა, პირიქით უნდა უხაროდეს მას ჩვენთან მოსვლა, იმიტომ რომ იქ იქნება არაჩვეულებრივი გარემო, მეგობრული და პროფესიონალებით სავსე. Хорошо, правильно все, да. Что-то действительно хочу, это такие инвестиции нужны, это я даже не знаю. ხო, ამას ძალიან დიდი ფული და ინვესტიცია ჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ Если არის. найду кого-то инвестора для такого дела, будет очень классно. ძალიან კარგი იქნება. ჩოხატაურს ექნება ერთი სივრცე, სადაც იქნება ყველაფერი. Такое место, чтобы было приятно. Не просто человек придет отдохнуть. Такое как-то санаторного типа. აი სანატორიუმის ტიპის დაწესებულება, სადაც ადამიანი მოვა და დაისვენებს. Да. და თავს იგრძნობს ბედნიერად და არა Чтобы получил ავადმყოფად. качественную медицинскую помощь и в то же время расслабился и отдохнул и от этого бешеного ритма нашей жизни вообще. მოდუნდება და გაეთიშება ამ რუტინულ ცხოვრებას რიტმს და თავს იგრძნობს სრულფასოვნად ჯანმრთელ ადამიანად. თქვენ თვლით, რომ ჩოხატაურმა მოგცათ შესაძლებლობა, რომ თქვენ განვითარებულიყავით და თავიდან დაგეწყოთ ყველა საქმიანობა. ასევე სრდასრულთა განათლების ცენტრმა მოგცათ იმის შესაძლებლობა, რომ სხვებისთვისაც გაგეზიარებინათ თქვენი ცოდნა. რას ურჩევთ ადამიანებს? რომლებიც აი თავიდან იწყებენ ცხოვრებას თქვენსავით, შეიძლება ომს არა, მაგრამ სხვა რამეს გამოექცდნენ. ან უნდათ რომ ახალი საწყისი გქონდეთ. Თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევთ ადამიანებს? Да, Чохотаури, да, когда я сюда приехала, я, честно говоря, я сначала отдыхала, потом отдыхала морально, я уже об этом сказала, потом уже начала что-то искать. Чохотаури мне дал то, что у меня здесь появилось много людей, много друзей, много знакомых. Я здесь себя чувствую абсолютно в своей тарелке, как сказать, то есть как привыкла, местная здесь уже стала, как сказать, вот. Поэтому, очень дал мне людей, вот так сказать. Вот мое окружение, мои знакомые, мои друзья, общение, работу. То есть я с многими моими пациентами общаемся, дружим. Вот вчера ехали мимо, у меня один пациент, дедушка, он после инсульта вообще лежал, а сейчас поставили его, ходит с палочкой, ходит. И он мне говорит: Юля, говорит, пожалуйста, приезжай, говорит, когда будешь мимо ехать, заходи, говорит, в гости обязательно. Я говорю: хорошо. И вот вчера проезжала мимо, говорю: Гизо, давай остановимся, говорю, зайдем. Так он такой счастливый был. То есть вот это вот общение, то есть у меня много людей, с которыми я подружилась, даже вот и взрослые, и молодые, и дети, и вообще все. То есть дал мне людей. И дал мне возможность развиваться в своей сфере, скажем так. ჩოხატაურში პირველ რიგში მე დავისვენე სულიერად და მორალურად. ჩოხატარმა მომცა მე ურთიერთობები, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი ადამიანის გაცნობა მომიწია მათთვის გამეწია დახმარება. და ეს ადამიანები თვითონაც მიწევენ მე დახმარებას, იმიტომ რომ მათთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან სასარგებლო არის. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ძალიან თბილი დამოკიდებულება, ესენი იქნებიან ბავშვები, მოხუცები თუ ახალგაზრდები. აი მაგალითად ჩემი ახლობლის ბაბუას ინსულტი ჰქონდა გადატანილი და უკეთებდი მას მასაჟებს, არ შეეძლო მოძრაობა და გადაადგილება. ეხლა მან ცოტა დაიწყო ფეხზე ადგომა და სიარული და იმდენად ბედნიერები და კმაყოფილები არიან, რომ რამდენიმე დღის უკან დამირეკეს და გახარებულება მითხრეს, რომ იქნება ახლოს რომ გაივლი ჩვენ სახლთანო, შემოგვიარო, გაგვახარო და მე და ჩემი მეუღლე ვიყავით
მართლაც მიმდებარე ტერიტორიაზე და ვთხოვე ჩემს მეუღლეს რომ მოდი შევიაროთ და მოვინახულოთ და იმდენად ბედნიერები და კმაყოფილები იყვნენ, არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია და ბედნიერების მომტანია. Женщинам, всем девочкам, всем девушкам я обязательно скажу, что обязательно нужно получать образование, развиваться в той сфере, в которой они хотят, что им нравится. Обязательно у всех все получится, но главное образование, как бы это ни банально звучало, но какие-то, кто не может в университеты поступить, можно есть училища, есть техникумы, есть курсы на крайний случай, но обязательно нужно развиваться в какой-то сфере, которой они хотят, что им нравится, добиваться своей цели. У кого-то призвание, ну у всех женщин по-разному, например. У кого-то призвание быть мамой, то есть быть домохозяйкой, заниматься домашними делами. Тот развивается в это. Даже образование в этом случае тоже, например, не важно, например, да, потому что вот эта женщина в своей семье себя. Кто-то, например, хочет быть доктором, и кто-то идет к своей цели. Хочу пожелать целеустремленности в своих каких-то желаниях, и обязательно получить то, что они хотят. И слушать себя, и стараться не потерять себя, или как сказать, я не знаю правильно. Ну, то есть не потерять себя. Именно женщина, это вообще, я не знаю, как даже сказать, потому что... Короче, кто-то, сейчас так вот образно, кто-то развивается в своей семье, кто-то мама, многодетная мама и домохозяйка, кто-то хочет быть врачом, кто-то хочет быть... Обязательно всем желаю, чтобы все женщины добивались своих целей, ну вот как-то так, в общем. Я не знаю, что слова, у меня в голове каша сейчас... Ну, то есть, кто по возможностям, вот, потерять себя, самое главное, вот, в этом во всем, в семье, вообще, короче, это мы там между собой разговариваем, видимо. То есть, чтобы женщина реализовывала себя там, где, чтобы она хотела больше всего, то, что добивалась успеха там, в чем бы она хотела больше всего добиться успеха. Вот так вот, ну, как-то вот. Გავიგე. მე ქალებს ვურჩევდი, რომ ყველა ოცნება ასრულებადი არის, არ აქვს მნიშვნელობა მათ უნივერსიტეტში აქვს სურვილი სწავლის გაგრძელების თუ რაღაც სხვა პროფესიების დაუფლების, ყველაფერი სწავლებადია, ყველაფერი შეიძლება. ის ვინც ვერ ახერხებს წასვლას და უმაღლესი ცოდნის მიღებას, შეუძლია რაღაც კურსები გაიაროს, რაღაც ხელობა ისწავლოს, მაგრამ არ უნდა გაჩერდეს, უნდა იყოს. მე ყველა ქალს ვურჩევდი, რომ თავიანთი ოცნებებს მიყვნენ, არ უღალატონ თავიანთ გზას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ზოგი დედობას გადაწყვეტ, ზოგს ექიმობა უნდა, ზოგს რაღაც თავის პროფესიაში წარმოჩენა უნდა, მაგრამ ჯობია რომ ქალებმა თავიანთ ხმას მოусმინონ და არ შეწყვიტონ განვითარება, ისწავლონ და რასაც არ უნდა იყვნენ საუკეთესოები, განსხვავებულები და კარგები. ყველა ოცნება ახდენადია. ფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი გამოუვა. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ნამდვილად ბევრი ადამიანისთვის ხართ мотивация, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება. გისურვებთ, რომ მალე დამთავრებული იყოს ომი, გენახოთ საკუთარი მშობლები და სახლი. მე დაბრუნდით ისევე ჩვენთან ჩოხატაურში. დიდი მადლობა, თქვენს დიდი მადლობა. უკეთესო გოგო ხარ იულია. დღევანდელი გადაცემის სტუმარმა დაგვარწმუნა, რომ ადამიანური ძალა, შრომა და ერთმანეთის მხარდაჭერა შეიძლება იქცეს ყველაზე რთული ისტორიის გამარჯვებად. ჩოხატაურში დაწყებულმა მისმა ახალმა ცხოვრებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სითბო, თანადგომა და შესაძლებლობების შექმნა იმ ადამიანებისათვის, ვინც დახმარებას ყველაზე მეტად საჭიროებს, ჩვენი ყველა საერთო საქმეა. და მადლობა ქალბატონი ირმას დახმარებისათვის.